სალამი, ეს არის არხი მეთოდი და დღეს წარმოგიდგენთ კინოსში მომხდარ ახალ ამბებს. ბოლო დღეების, რაღაც 3-4 დღის. ასეთი ორიგინალური ფორმატი მოვიფიქრე, რომ რაღაც ჩემი დროც ძალიან არ შეიწიროს, იმიტომ რომ დაждები, ახალ ამბებს გადახედავ, ჩაიწერ რაღაც რაც საინტერესო იქნება. მეორე დღეს ჩაწერ, მე ნახავ რომ თურმე ხმამ არ ჩაიწერა, მე მეორეჯერ ჩაწერ, რა თქმა უნდა არ შეგეზარება და დუხამ არ დავარდები. მე უცბად გადაიტან კომპიუტერში და ამონტაჟებ, thumbnails გააკეთებ, დადებ. და მეტნაკლებად რაღაცა უფლიანობა და წვალება არ გიწევს. მაგალითად როგორც გიწევს ვიდეო ესეების ან რაღაც სახალისო განხილვების დროს. რაც გარდა იმისა, რომ ძალიან მღლის, მე ძალიან იმედგაცრუებას იწვევს ჩემში, იმიტომ რომ ვდებ და რავი 400 ნახვაც არ აქვს. ამიტომ ცოტა ისეთი ფორმატი მოვიფიქრე, სადაც შემიძლია გემრიელად წამოვწვე, წამოვკოტრიალდე. ვისაუბრო იმაზე, რაც მიყვარს, რაც არის კინო და თქვენ მომისმინოთ. ხო, მოკლედ დიდ შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ პირველი ვიდეოა და თუ მოგეწონებათ ეს ფორმატი, მეტნაკლებად აუდიტორია რაღაცნაირად თუ დაგროვდება, ხელშესახები რაოდენობის, რა ვიცი, 100-1000 კაცს და მეც კი არ გულისხმობ. არამედ რაღაც 100 კაცი მაინც თუ დაგროვდება, live-ს გავაკეთებ და live მინდა იდეაში რომ გავაკეთო და უფრო, იმიტომ რომ live ფორმატი მე უფრო მაინტერესებს საკუთარი თავი უფრო მაინტერესებს live ფორმატში. იმიტომ რომ ეს ბლუკუნი მინდა რომ ყველამ live-ში მოისმინოს და არ მინდა საერთოდ არაფერი არ მოიჭრას და მინდა რომ აი საჯაროდ შევრცხვე სინამდვილეში როგორი მობლუკუნე და ისეთი ადამიანი ვარ სიტყვებს რო ვერ ვაფო სწორ სიტყვებს რო ვერ ვნახულობ წინადების დასაფორმულირებლად და 1 საათი ასე რო ვარ. ის მაინც ვიცი რომ არ უნდა ვთქვა, მაგრამ მაინც. მოკლედ, გადავიდეთ ამბებზე. რა თქმა უნდა დავიწყოთ კინოკომიქსებით. გასული თვე ივლისი იყო კინოკომიქსებისთვის პრინციპში კარგი თვე, იმიტომ რომ გამოვიდა სუპერმენი და გამოვიდა ფანტასტიკური 4-ეული და ორივე პრინციპში არის აი კარგი ფილმი რა, მშვენიერი. სუპერმენი მოლოდინზე უკეთესი ფილმია ჩემი აზრით. შეგიძლია დაუწუნო ისნო ცოტა ზერელე სცენარი აქვს, ბაზარი არა, მაგრამ ჯეიმს განი არასდროს არ იყო ძლიერი უშუალოდ სცენარის წერაში, მაგრამ სამაგიეროდ რაშიც არის ძლიერი, ეს არის კარგი ატმოსფერო, სასიამოვნო სცენები, მუსიკა რაც თავარია და აი კაი ჩხუბები და ესეთები მშვენივრად აქვს, ანუ გართობას გთავაზობთ ექსტრა კლასის რა. და რაც შეეხება აი ახალი სუპერმენის ეს იმიჯი მე ძალიან მომწონს. ძალიან შემიყვარდა თვითონ კორენსვეტის პერსონაჟი, ლოის ლეინის მსახიობი, კორენსვეტის პერსონაჟი რა იყო, ხო, კორენსვეტი მსახიობი და კლარკ კენტი თვითონ. და კასტიც ხო მშვენიერია, ეს კორენსვეტი, რეიჩელ ნამოვიდა ბრონშვაიგია გვარად თუ არ მეშლება. მოკლედ ლოის ლეინის პერსონაჟი ძალიან კარგია. და დანარჩენებიც ნორმალური, მაგრამ ეს ორი მთავარი რაც რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ, კარგები არიან. და მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერია ფილმი, ფული საკმარისად ვერ შეაგროვა. 600 მილიონიც ვერ შეაგროვა. და დაჯდა 250 პროდაქშენი. მარკეტინგი ზემოდან კიდევ 250. ანუ ფაქტობრივად ფული ვერ ამოიღეს რა და ფანტასტიკური მაოთხეულმაც ეგრე 200 მილიონამდე დაჯდა თვითონ ფილმი და მარკეტინგი ზემოდან კიდე იწერება რომ 100 მილიონი დაჯდა. და ჯამში ფანტასტიკურ მაოთხეულობას საერთოდ 400 მილიონიც ვერ შეაგროვა. სარეცხი მანქანა მორჩა თავის საქმეს. ეს რას ნიშნავს ახლა? განამე მაგათი დაკარგული ფული მაინტერესებს, სუფეხებზე მკიდია კაცო. ჩემზე 10 ჯერ კი არა და 100 ჯერ მდიდრები არიან და მე რამდენსაც წელს შევაკეთებ, იმდენს აკეთებენ ისინი, ვიცი, დილას რომ მოისაქმებენ, მაშინ უფრო მეც აკეთებენ, მაგრამ მაგაზე არაა საუბარი. ალბათ გადახედავენ საკუთარ გეგმებს და შეცვლიან პროდაქშენის, შეცვლიან მიდგომას და აღარ გადაიღებენ 250 მილიონიან, პრინციპში 500 მილიონიან ფილმს, არამედ გადაიღებენ 10 წელს და 50 მილიონიანს. ანუ რავი 250 მილიონი დოლარი მარკეტინგში, ანუ რა ქნეს ეგეთი არ ვიცი წარმოდგენა, მაგრამ რაც უნდა ეკნათ არ გაამართლათ. ბარბისაც სერიოზული მარკეტინგის ბიუჯეტი ჰქონდა, მაგრამ ბარბიმ გაამართლა რბილინა თქვამია. მილიარდი შეაგროვა ბოლოს და ბოლოს. და ალბათ ეს მიდგომა თუ შეიცვლება, უფრო კარგი იქნება. წარმოვიდგინე 50 მილიონიანი ფილმია, ბიუჯეტი ადლევს საშუალებას, რომ რაღაცა მაქსიმუმ 2
დატვირთული და თული CGI-ით გაკეთებული სცენები, action სცენები იყოს და საკმარისია პრინციპში ერთი სრულმეტრაჟიანი action ფილმისთვის ორი მაგარი სცენა დატვირთული გულისხმობ, ანუ მაგარი ისედაც შეიძლება CGI-ის გარეშე იყოს, ანუ ორი ეგეთი სცენა საკმარისია რა, მეტი რა თქინდა. არ ჯობია ერთი ან ორი და კარგი იყოს ვიდრე ყველა მე-10 წუთში და რო არ დაგამახსოვრდება და პროსტა რო არის როგორც მაგალითად იმაში იყო რა ქვია თუნდაც Thunderbolt-ებში უფერულში აბსოლუტურად რა უინტერესო ფილმში და კაპიტან ამერიკა Brave New World საერთოდ უარეს ფილმში Thunderbolt-კი მაინც მხატვრულად გამართულია და პროდაქშენი ნორმალურადაა და იმაზე საერთოდ ვიდეოს მაქვს ალკე ჩაწერილი შეგეძლიათ ნახოთ რა ხდება უბრალოდ მაგ ფილმში ანუ პროფესიონალიზმის აწავი და მაგ ფილმის გადაღების დროს არ ვიცი და ხო ფანტასტიკურ 4-ზე მინდოდა მეთქვა რომ ეგ ჩვენიერი ფილმია სუპერმენზე უკეთესი არ არის პედრო პასკალი მე ძალიან არ მომწონს პედრო პასკალმა რეპუტაციულად ცოტა ისქნა რა ქვია გაიფუჭა თავი და ალბათ როგორც პროდუქტი თვითონ ძალიან გაფუჭდა და ამიტომ ახალ ავენჯერებში Doomsday-ში მისი როლი შეამცირეს screen time-ი შეუმცირეს მანამდე ეთყობა უფრო ნუ მანამდე ალბათ კი არა და უეჭველი უფრო მეტი ქონდათ მაგრამ მე ეს ამბები რომ მოხდა უბრალოდ მანამდე ხდებოდა, მაგრამ ახლა რო გავრცელდა და ხალხმა დაიწყო გადაობა, ეს პასკალი თვითონ როგორც პროდუქტი გაფუჭდა. არა და სერიალებში მშვენიერი მსახიობი არაფერი არ დაეწუნება, მე მგონია რომ ვიდეოს მაქვს პრინციპში მაგასაც, სადაც ჩაწერილი, სადაც ვამბობ, რომ ახ საკუთარი საქმე იცის კაცმა რა. და კინოში არ ამართლებს, იმიტომ რომ თვითონ რაღაცნაირი მიდგომა, რაღაცნაირ ფილმებში იღებს მონაწილეობას რა. ახლა გლადიატორი 2 აი რატო პროსტა რო გადმოდიხარ სერიალებიდან კინოში მანდ ეს რიდლი სკოტს რატო უნდა შეხედო მით უმეტეს გლადიატორ 2-ში ანუ რავი ან მატერიალისტები რომელიც ნუ ზედმეტი კრიტიკა მიიღო მაგ ფილმმა არ იმსახურებდა მაგდენ კრიტიკას არ არის ეგეთი ცუდი მაგრამ ხო მაინც ისეთია რა სერიოზული ჯერჯერობით არაფერი და აქაც ახლა MCU-ში რო ნახოთ მისი როლი არის ყველაზე არაშთან ბეჭდავი დანარჩენები ჯოზეფ κουინი მშვენიერი ბენ გრიმის მსახიობის სახელი დამავიწყდა იქ თამაშობს ბეარში რო თამაშობს და მშვენიერი მსახიობია მაგრამ ნუ ბენ გრიმიც ძალიან კაია CGI ძალიან კაია ბენ გრიმის მაგრამ დანარჩენი CGI რა Silver Surfer-ის აი ჯულია გარნერის Silver Surfer-ი ძალიან კარგია CGI-ით და ისედაც. და ჯამში ფილმს მაინც იაფასიანი CGI აქვს action სცენებში და მე ვერ ხვდები რაში მიდის ეგ ფული რა და კიდევ ერთხელ ანუ ფულზე საუბარი იმიტომ კი არ მაქვს რომ ძალიან მანაღლებს მაგათი ფული რაში იხარჯება არა უბრალოდ რაც უფრო მეტი და კაი კინოკომიქსი გამოვა მით უფრო მეტი საშუალება გვექნება ფანებს რომ მივიდეთ ამ კინოთეატრებში და ცოტა ხნით მაინც გული გადავაყოლოთ და დავივიწყოთ ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ რა ხდება ამ ქვეყანაში და რომ დღითი დღე ყველაფერი უარესდება და ალაგ-ალაგ რაღაც გამონათებები არის, მაგრამ მაინც საერთო მასშტაბს რო უყურებ, იმედი არ გეძლევა საერთოდ და რაღაც კინო და ზოგადად ხელოვნება გადლევს საშუალებას რომ გული გადააყოლო რა. ამიტომ ხო ფულის ამბავში, ბიუჯეტის ამბავში მარტო ეგაა ჩემი შივილი და არა ის რომ ფულს რაში ხარჯავთ და ეგეთი რაღაცეები, ხო? გავაგზავნოთ კინოკომიქსებზე საუბარი, ესე იგი Spider-Man-ის ახალი Spider-Man-ის ტრეილერი კი არა და კოსტუმის წარდგენა დაიდო და პრინციპში ჩაოლებრივი კოსტუმი აქვს, უბრალოდ ეს ამოწეული აქვს ქსელები ზემოთ, რაც ტობი მაგუაერის Spider-Man-ს გაგახსენებს, მაგრამ ნუ რავი ჩაოლებრივი ისაა, განსხვავება კიდევ ისაა, რომ ამან ეს ხო ეხა მარტოა და არავის არ ახსოვს ვინა ნამდვილი Spider-Man და მეგობრები არ ყავს, ამიტომ ალბათ კი არა დოვეჭველი თვითონ შეიკერა და უფრო რაღაც საწყის ეტაპებს დაუბრუნდება, სადაც ჩაოლებრივ კრიმინალებს ებრძვის და უფრო საინტერესო იქნება დიდი ალბათობით. პუნიშერი უნდა იყოს მანდ, დარდევილი უნდა იყოს და რავი, იმდენი სცენები იდება ეხა გადაღებებიდან, რომ რავი, შეიძლება მთლიანი ფილმი დაიდოს, სანამ გამოვა თვითონ. ხო. ალბათ იმედია საინტერესო იქნება ახალი Spider-Man და ალბათ იმედია, რომ ახლა მაინც გააკეთებენ ფილმს, რომელიც აი ცალკე ფილმად დაგამახსოვრდება და არა როგორც კარგი ვაიბი და всё მეტი არაფერი რა, როგორც იყო პრინციპში წინა ტრილოგია რა. მესამე ფილმმა ძალიან დიდი საბჭოება იქონია ჩემზე. მაგრამ ნუ ფილმად ასე არ ვიმახსოვრებ რა. არც მეორე, არც პირველი ჩემთვის რაღაც ისტორია არ არის მანდ მოყოლილი რა. მანდ არის ატმოსფერო, ვაიბი და ანუ კინო შეიძლება გააკეთო და გაამართლოს კიდეს და ამართლებს კიდეს, მაგრამ Spider-Man-ს მაინც გამორჩეული იმითაა, რომ მაგარი ისტორიები აქვს და აქ იმედია გააკეთებენ მაგას.
ხო, და კიდევ გამოდის Spider-Punk-ის ანიმაციური ფილმი, რომელიც სცენარისტი იქნება დენიელ კალუია, ეს არის Get Out-დან მთავარი მსახიობი. ხო, და Spider-Noir-იც გამოვა იქეთა წელს action ფილმი, Nicolas Cage თამაშობს Spider-Noir-ს. და Spider-Noir-ი ძალიან სხვანაირი. კომიქსს თუ ჩაუждებით, Spider-Noir-ს იქ ისტორია აქვს, აი ბიძია ბენის სიკვდილი, აი ყველა ბიძია ბენების ისტორიებიდან, სიკვდილებიდან ამის სიკვდილია ყველაზე სასტიკი, აი ყველაზე სასტიკი. Просто არ მოგიყვებით არაფერს, ვისაც გიყვართ ბუტლეგერების ისტორიები 30-იანი წლების ამერიკიდან, ნუარ ფილმები და ეგ ატმოსფერო, ეგ დეტექტიური ატმოსფერო, რომელსაც ვისაც გიყვართ, აუცილებლად ჩაუჯექით Spider-Noir-ის კომიქსს, ძალიან პატარა, არ არის დიდი. ძალიან ისიამოვნებთ მოკლედ რა. ამით პრინციპში კინოკომიქსების ამბები მოვრჩით, გადავიდეთ ქართული კინოში მომხდარ ახალ ამბებზე და ერთი ამბავია პრინციპში სამწუხარო ამბავი, გარდაიცვალა დიდი, ალბათ ყველაზე ერთ-ერთი დანელიასთან ერთად ყველაზე სახალხო ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია. ადამიანი, რომელიც ალბათ ყველაზე უნიკალურ სამყაროებს ქმნიდა ქართული კინოს ისტორიაში. სამყარო, რომელიც უბრალოდ კადრი ან უბრალოდ სიტუაცია არის საჭირო აღწერო და უკვე გასაგებია, რომ საუბარია ელდარ შენგელაიას ფილმებზე. იქნება ეს ყველაზე განსხვავებული თეთრი ქარავანი მაგალითად, მაგრამ მანდაც ელდარ შენგელაია ერთ-ერთი საწყისი ფილმია მისი, მაგრამ მაინც იგრძნობა აი ეს თავარი გმირის დაპირისპირება თავის მშობლიურ ადგილთან და ამ ადგილით უკმაყოფილება. ეს იქნება არაჩვეულებრივი გამოფენა, იქნება შერეკილები, ცისფერი მთები. თითქოს აი ერთი სამყაროა, ერთი მთლიანი სამყაროა და ეს 4-ვე ფილმი ავსებს ერთმანეთს. თუნდაც სამანიშვილის დედინაცვალისაც ასევე არის მოძრაობა ეს, რომ ყველგან ამის ფილმში თითქმის ყველგანაა, რომ გმირი გადის სახლიდან, მიდის სახლიდან მოძრაობს, სადღაც წრეს ურტყამს, რაღაც ეგეთი ისტორიების სულ არის რა. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მისი ფილმოგრაფიიდან არის თეთრი ქარავანი, როგორც სურათის მხრივ და მართლაც რო გადახედოთ მის ოქროს წლების ფილმოგრაფიას, თეთრი ქარავანს ყველაზე განსხვავებული, ყველაზე ასე ვთქვათ, სადა გამოსახულება აქვს, მაგრამ ამავდროულად ძალიან შინაარსიანი და აზრებით სავსე. და მეორე ჩემი საყვარელი არის არაჩვეულებრივი გამოფენა, იმიტომ რომ მაინც ხელოვანზეა და მე მიყვარს ხელოვანების ისტორიები და პირველ რიგში არის იმაზე, რომ შემოქმედს არ აქვს თავისუფალი დრო, რათა შეძლოს ბოლომდე გაბწყინება. რა თქმა უნდა, იქ არის საბჭოთა კავშირის თემები და რა თქმა უნდა, ცენზურასთან ბრძოლის კონტექსტი არის ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე მომხიბლელი მანდ ის არის, რომ თავარ გმირს ლორდ კიფანიძის პერსონაჟს არ აქვს უბრალოდ თავისუფალი დრო, მოცალეობის დრო არ აქვს და ამიტომ იმ ქვას თავის საოცნებო ქვას ვერ ამუშავებს. და ესაა მისი მთავარი უბედურება. და ეგ მაგარი აზრია ზოგადად, რომ ნამდვილი შემოქმედება, შემოქმედის ნამდვილი გაბრწყინება იბადება მაშინ, როცა მას აქვს მოცალეობის დრო, როცა მას აქვს თავისუფალი დრო, როცა მას შეუძლია არ იდარდოს ფულზე, სამსახურზე, შვილებზე, ცოლზე, ბაბუაზე, ამ ყველაფერზე. და ამ კონფლიქტის კვლევა, ამ სირთულის კვლევა ამ ფილმში ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ შერეკილებიც შვენიერი ფილმია, ცისფერი მთები საერთოდ. ხალხს ყველაზე მეტად ცისფერი მთები უყვარს და პრინციპში ლოგიკურადაც, იმიტომ რომ მართლა მაგარი ფილმია, რაზეა საუბარი ახლა. ყველა ფრაზა, ყველა დიალოგი, ყველა წარმოთქმული სიტყვა მანდ არის უბრალოდ აფორიზმი. და ძალიან კარგად აღწერს ქართულ რეალობას, ამიტომ ძალიან ხშირია, როცა დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობენ, ხელმძღვანელობენ ცისფერი მთების ლექსიკონით. და ძალიან ლოგიკურია ეს, იმიტომ რომ ცისფერი მთები არის გენიალური ფილმი. და ქართულმა კინომ ძალიან დიდი შემოქმედი დაკარგა. გადავიდეთ ტრეილერებზე, გამოვიდა Spike Lee-ის ახალი ფილმის Highest to Lowest-ის ტრეილერი, რომელიც არის ესე იგი აკირა კურასავას კლასიკური ფილმის High and Low-ის
რემეიკი, ვისაც არ გაქვთ აკირა კუროსავას ფილმი ნანახი და თუ გაშინებთ ის რომ 60-იან წლებშია გადაღებული, ძველია და შავ-თეთრია, აი ძალიან დიდ სიამოვნებას კარგავთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ფილმი იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფილმში ბევრი მოძრაობა არ არის, კამერა დიდად თითქმის სულ ერთ ადგილზეა, რაღაცა სასწაული ატმოსფერო გულისხმობ აი ვიზუალურად არ იქნება, მაგრამ არის აი ძალიან დატვირთულო, ძალიან დაძაბული დინამიკა. არის ასე იგი ისტორია ბიზნესმენზე, რომელიც გადაწყვეტს, რომ იყიდოს მთლიანად იყიდოს ფეხსაცმლის ქარხანა, რომელიც მისი ჭკუით მართოს ის, როგორც მას მიაჩნია სწორად და ამისთვის აგროვებს ამ ფინანსებს, სადა აქვს ფული ესე იგი გადანახული და ბოლო მომენტში, როცა უკვე აპირებს ყიდვას, დაურეკავენ უცხოზარი შემოვა და ეტყვიან, რომ მისი შვილი მოიტაცეს და ზუსტად მაგდენი ფული ჭირდებათ. ანუ კი არ ეტყვიან, რომ ახლა შენ რო გაგარ ჭირდება ფული და თორე შენ შვილს უდი რაღაცები დაემართება. და მე კიდევ რაღაცები ხდება, უბრალოდ აღარ მოგიყვებით. ანუ ეს უბრალოდ ისტორია არ არის იმაზე, რომ მისი შვილი და всё, მეტი ასე მარტივად არ არის საქმე, რთულდება ფილმი და აუცილებლად უყურეთ, ძალიან მაგარი გამოცდილება გელით წინ, ვისაც არ გაქვთ ნანახი და ვისაც გაქვთ ნანახი, რავი. ხელახლა უყურეთ, მე ერთხელ მაქვს მარტო ნანახი და მეორეჯერაც ნახავ დიდი სიამოვნებით, აგერ ახლა რომ დავამთავრებთ. ჩვენ საუბარს ჩავუჯდები და ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ სიამოვნებას მივიღებ. და ეს ახალი ფილმი A$AP Rocky-ის საუნდტრეკით. როგორც ჩანს, სიუჟეტი დაახლოებით, თავარი ღერძი, ხერხემალი სიუჟეტის იგივე იქნება, თამაშობს დენზელ ვაშინგტონი თამაშობს თავარ როლს. და რავი, სპაიკ-ლის ჯერჯერობით არ დაუკარგავს თავისი ხიბლი, იმიტომ რომ Black Klansman 2018 წელს გადაღებული არ იყო ცუდი და Five Bloods 2020-ში არ იყო ცუდი და 5 წელია პრინციპში არაფერი არ გადაუღია, რავი. მაგრამ იგიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რემეიკებში მანდა მაინც კარგი CV არა აქვს. ახლა ის Old Boys რემეიკი არ იყო მანდა მაინც კარგი. მაგრამ ნახოთ რა გამოუვა. წესით ეგ ფილმი უკვე იყო ნაჩვენები კანის ფესტივალზე თუ არ მეშლება და სექტემბერში გამოდის კინოთეატრებში. და შემდეგი ფილმი, რომელიც არ იყო ჯერ ნაჩვენები და აჩვენებენ ვენეციის კინოფესტივალზე, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მოკვდავები ამას ვერ ვნახავთ. ეს არის ნოე ბაუმბახის ჯო კელი, რომლის ტრეილერი დაიდო. ესე იგი თამაშობენ ჯორჯ კლუნი არის თავარ როლში და ადამ სენდლერი თამაშობს. ეს ჯო კელი არის გამოგონილი პერსონაჟი, გამოგონილი ადამიანი, მსახიობი, ძველი ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც თავის მენეჯერთან ადამ სენდლერის პერსონაჟთან ერთად მიდის ევროპაში, მოგზაურობს და რეფლექსირებს საკუთარ კარიერაზე, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ პიროვნებაზე. ვერ ვიტყვი რომ ადამიანს საინტერესო განაცხადია მეთქი. პირიქით. მაგრამ ნოე ბაუმბახს ეს უნდოდეს რომ ისედაც ენდომება ახლა უაზრობას ვამბობ, ისედაც ენდომება რომ კარგი ფილმი კარგი გამოხმაურება ქონდეს ამ ფილმს, მაგრამ უფრო მეტად უნდოდეს, იმიტომ რომ წინა ფილმი იყო აი აბსოლუტური სიცარიელე, white noise, ანუ თეთრი ხმაური ქვია ფილმს და აი 10 წუთი 20 წუთს მერე უყურებ და ფიქრობ რომ იცი აი ხვდები რომ რეჟისორი მიხვდა რომ აი ჩიხში შევიდა აღარ იცის რა ქნას, მაგრამ გადაღებები უკვე დაწყებულია და უნდა მიიყვანოს საქმე ბოლომდე, მაგიტო იღებს მარტო, თორე რაღაცა აბსოლუტურად დაკარგული ფილმი. და მე მეგობარმა მითხრა, რომ ეს წიგნი რაზეც არის დაფუძნებული ისეთია, რომ მაგისგან ფილმს პრინციპში ვერ გააკეთებდა, მაგრამ ცადა და გააკეთა და პრინციპში ხო მართალია, ფილმი ეგ არ არის, რაღაც სხვა წარმონაქმნია. ფილმს მაგას ვერ დავარქმევთ, ხო? ამიტომ ნახოთ რა გამოუვა. იმედია, კაი, ახ ცუდი რა უნდა უსურვო, შვენიერი რეჟისორი. შემდეგი ამბავი, რომელიც ასევე შეეხება ნოე ბაუმბახს, უფრო სწორად მის ფილმის სცენას, ეს არის Marriage Story-ის ქორწინების ამბის სცენა, ყველაზე ცნობილი სცენა, სადაც ადამ დრაივერი ასე უყვირის სკარლეტ იოჰანსონს და ეს ამ სცენის ყვირილს ამერიკელი ფერმერები იყენებენ იმისთვის, რომ მგლები დააშინონ. რო აი ცხრებთან რომ მოდიან რო ჭამონ მიირთვან ეს ცხრები ამ გლებს ურთავენ ამ ყვირილის სცენებს და გლები გარბიან. ხო, ძალიან საინტერესო, ძალიან მრავლის თქმელი და აი კინოინდუსტრიაზე რო ბევრი ინფორმაციას მოგცემს, აი ეგეთი ამბავი მოგიყევით ახლა მე თქვენ.
კიდევ ახალი ამბავი არის ის, რომ social network-ის გაგრძელებას იღებს არონ სორკინი, კაცი რომელმაც დაწერა social network-ის სცენარი, მაგრამ პირველი ნაწილი გადაიღო, პირველი ფილმი გადაიღო ფინჩერმა, მერე არონ სორკინი უკვე თავი დამკვიდრებული აქვს როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სცენარისტი თანამედროვე ჰოლივუდის და კიდევ ორი ფილმი გადაიღო და ეტყობა უნდა რომ თავი დაიმკვიდროს როგორც ტიპი რომელსაც ასევე რეჟისურაც მაგრად გამოდის და პრინციპში წინა ორი ფილმი არ არის ძალიან ცუდი და ახლა თვითონაც იღებს რა ანუ თვითონაც არის რეჟისორი თვითონაც მწერალი და ჯესი აიზენბერგი აღარ არის მარკ ცუკერბერგი აღარ ითამაშებს ცუკერბერგს ცუკერბერგს ითამაშებს ჯერემი სტრონგი რომელიც ახლა გარეგნულად ვერ ვიტყვი რომ გავს ცუკერბერგს მაგრამ არაფერი არ დაეწუნება ამ მსახიობს Succession-ში ძალიან მაგარია ჯელტმენებში გაირიჩის მშვენიერია და რავი, ანუ ჯერემი სტრონგი, სადაც არის, იქ ეს უკვე ხარისხის ნიშანია. და ვნახოთ რა გამოვა. ახალ ამბებზეა, რაღაც 2021-ში მომხდა რაღაც Facebook-ის თემაზეა და რავი. ვნახოთ მოკლედ რა იქნება. შემდეგი სიკველი და ამ სიტყვის გამოყენება დიდად არ მინდა ამ ფილმთან ცოტა უცნაურია. ეს იქნება, ესე იგი მელ გიბსონი იღებს იესო ქრისტეს ვნებანის გაგრძელებას ამჯერად ფილმს ერქმევა იესო ქრისტეს მკვდრეთი დაღდგომა გადაიღებს ესე იგი ფილმი გამოვა მოიცა უნდა დავგუგლო აღარ მახსოვს როდის გამოდის ესე იგი ეს ფილმი გამოვა ორ ნაწილად და პირველი 2027-ში გამოვა პირველი წითელ პარასკევს და 40 დღის მერე ანუ ამაღლებაზე გამოვა მეორე ნაწილი და ძალიან საინტერესო იქნება იმიტომ რომ მელ გიბსონი თვითონ უაღრესად საინტერესო ტიპაჟია, ყველაფრის გათვალისწინებით, Mad Max-ის, ლეტალური იარაღის, Braveheart-ის, ჩემთვის ყველაზე ნაკლებად ნაკლებად საყვარელი, საერთოდ არა საყვარელი ფილმი, მაგრამ ცნობილი ყველასთვის საყვარელი ფილმებიდან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მოსაწონი ფილმი არის Braveheart-ი, მაგრამ მაგით ჩავთვალოთ, აპოკალიპტო იქნება, იესო ქრისტეს ვნებანი იქნება, უძლიერესი ფილმია, ანუ და ზემოდან კიდე დამატებული ის თუ რას ლაპარაკობს. ახლა როგორა ჰოლივუდის მიერ შავსიაში შეყვანილი. ანუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მელ გიბსონის ეს ფილმი იქნება უაღრესად საინტერესო და ალბათ ის იესო ქრისტეს ვნებანივით დასამახსოვრებელი იქნება, იმიტომ რომ ეგ ფილმი მე რო ვნახე, ჩემზე ძალიან დიდი შტაბეშტი მოახდინა ბავშვობაში. იმედზე გადიოდა თუ არ მეშლება. მაშინ იმედის თო სხვანაირი არხი იყო. ის სცენა, როცა უროთი აჭედებენ ხელის გულს, იესოს ხელის გულს. ეგ სცენა ახლოხეთშია გადაღებული და დარტყმის სცენარი ნელ-კადრში, ხო ძალიან ნელ-კადრში არა, აი ნახევრად ნელი კადრი როა რა. და მახსოვს აი კამერა არის ქვემოთ ამ ხელის, იესოს ხელის ქვემოთ და ხის ქვემოთ შესაბამისად და ეს ჩარტყმის სცენა ჩანს და მახსოვს რომ გონება, ანუ ცუდად გავხდი რა მაგ ფილმს რო უყურებდი. მაგ სცენას, ეგ სცენა რო ვნახე, ცუდად გავხდი. ოჯახთან ერთად უყურებდით და მე გავარდი ტუალეტში წყალი შევისხი სახეზე რომ მოუსულიერებულიყავი მართლა ეს არ არიციან ახლა ჩემებმა ალბათ ჩემები დიდად არ უყურებენ ჩემ ვიდეოს მაგრამ ნუ რო ნახავენ ახლა ძალიან გაუკვირდებათ მართლა ძლიერი ფილმია რავი არ მგონია ვინმე ვიყოთ ვისაც არ გაქვთ ეგ რა ნახი მაგრამ რავი უყურეთ და სერიოზულ გამოცდილებას მიიღებთ კასტის შესახებ ჯერ არ არის ინფორმაცია ან მე ვერ ვნახე შეიძლება იმიტომ რომ მანდა მაინც სერიოზული გუნდი მე არ მყავს უკან და მარტო ვარ და შეიძლება რაღაც გამომრჩეს და თუ გამომრჩა დაწერეთ კომენტარები არ გამიტყდება აი კინოკომიქსებს რო დაუბრუნდეთ ცოტა ხნით იურიული პერიოდის არკის ახალი ფილმი დაჯდა საკმაოდ ძვირი და გაამართლა მისი ფინანსები ანუ 700 მილიონზე მეტი მიიღო რა box office და ფილმი იყო რომ რავი არ ლაპარაკობდა ყველა TikTok-ზე არ შეხვედრებოდა მისი არც ერთი სცენა არ იყო ეგეთ პოპულარული მაგრამ ფული შეაგროვა და სუპერმენი და ფანტასტიკური ოთხეული იყო პოპულარული მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეაგროვა ფული ძალიან უცნაურია ეგ მიუხედავად იმისა რომ იურიულ პერიოდის პარკს არ აქვს კარგი შეფასებები არ არის ეგეთი კარგი ფილმი შეფასებების მიხედვით მე არ მაქვს ნანახი და F1 მაქვს ნანახი და ძალიან კარგია გირჩევთ ხო და ბარემ იმასაც გირჩევთ დღეს კი არა და ნუ კინოთეატრებში რაც გადის იმ ფილმებს გეტყვით. ესე იგი, ზაკ გრეგერის ჰორორი იარაღები, სადაც ჯულია გარნერი თამაშობს. ძალიან მაგარი შეფასებები აქვს, 100% აქვს Rotten Tomatoes-ზე.
მე ჯერ არ მაქვს ნანახი, მე მგონი ჯერ არც გამოსულა კინოთეატრებში ხვალ გამოდის და არის ძალიან კარგი. შეფასებების მიხედვით 100% აქვს შეფასება და ეს კაცი ისა, რომელიც შემდეგი წრიდან იღებს Resident Evil-ის reboots, ანუ თლიან ფრანჩიზას ანახლებს, მარტო ერთ ფილმს კი არა და ამიტომ Resident Evil-ი ბრუნდება ბრატსი და ძალიან კარგია ეგ ალბათ. იმედია მე დიდად არ ვიყავი რა Resident Evil-ის არც თამაშების, არც ფილმების ფანი, მაგრამ ნუ ასწორებს მაინც რა რაღაც. ახალი მილა იოვოვიჩი თუ გაიჩნდება, რატომაც არა. კიდევ კინოთეატრებში გადის გიჟური პარასკევი 2, არც პირველი მაქვს ნანახი, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგაზე. დაიბრუნე ის გადის ავსტრალიური ჰორორი, მაქვს ნანახი და ვისაც გიყვართ უცნაური ჰორორები, სადაც ცოტა body horror-თან, ნუ body horror-ი არ არის, ცოტა slasher-თან ახლოს რაღაცნაირი, მე მეტად არ ვიცი არ მომეწონა ეგ ფილმი და თანამედროვე ჰორორებიდან უმეტესობა იმსახურებს ჩემს ანტიპათიას და არა სიმპათიას სამწუხაროდ. ასევე შიშველი პისტოლეტი, რომელიც არ მაქვს ნანახი, მაგრამ პირველი ორიგინალი შიშველი პისტოლეტი რა თქმა უნდა ნანახი მაქვს და ის გენიალურია და ეს ახლა Liam Neeson-ი თამაშობს და Pamela Anderson-ი და პრინციპში მარტო მაგითო შეიძლება წასვლა რაღაც პონჩი, რატომაც არა, მაგრამ ნუ აქ ეს ცუდი შეფასებები არ აქვს. არის ასტერის ედინგტონი, რატომ იწერია აქ არ ვიცი, არ გამოსულა, არც გამოვა. იქ გადის ამერიკაში და იქაც არა კაცშულს არ მოწონს და აქ რატო უნდა აჩვენონ, მაგრამ ოდესღაც იმედია დაიდება და ვნახავ. არის ასტერის დიდი თაყვანისმცემელი არ გახლავართ, მაგრამ ფილმს აუცილებლად ვნახავ და აუცილებლად შევაფასებ ამ ფორმატში. იმიტომ რომ არის астერი გასამაზი კაცი არ არის, იმიტომ რომ ერთი-ორჯერ შეუულია კაი ფილმი გადაიღოს. პრინციპში ეს იყო სულ ბოლო დღეების კინო ამბები ეგ არის. რამე თუ გამორჩა, დამიწერეთ კომენტარებში, აუცილებლად გავითვალისწინებ ამ ყველაფერს. მე გაითვალისწინეთ ის რომ სარედაქციო ჯგუფი მე არ ამყავს სამწუხაროდ, მარტო ვარ. ამით თავს კი არ ვიმართებ, უბრალოდ თქვენ რო იცოდეთ რომ მანდამაინც მე უკანასკნელ წყაროდ არ მიმიჩნიოთ კინოს ამბავში. ხო, თუ მოგეწონათ ეს ფორმატი და მე მომწონს ეს ფორმატი, იმიტომ რომ ზივარ ჩემთვის დივანზე, აგერ მიდევს კომპიუტერი, ჩამოწერილი მაქვს ახალი ამბები, ლაპარაკობ, ლუკუნებ ჩემთვის რაღაცას ვერთობი, მე მარტივადაც დავამონტაჟებ, მე ავტვირთავ და ამას, რავი, კვირაში ერთხელ და შეიძლება даже მეჯერაც გავაკეთო თუ ამბები მომცემს მაგის საშუალებას. ანუ კინოში მანდამაინც ყოველდღე რაღაც სასწაულები არ ხდება. და მე სერიალებში დიდად გათვითცნობიერებული არ ვარ იმდენად რომ ვილაპარაკო ასე რაღაც დეტალებზე რა. მაგრამ არც დილეტანტობა არ გამიწყდება, იმიტომ რომ განათლებით სერიალთ მწოდნი არ გახლავართ. ხო. თუ მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიკეთ, აუცილებლად დააკომენტ, ნუ თუ რაღაც აზრი გაგაჩნიათ ამ თემაზე დააკომენტარეთ, ან უბრალოდ თუ რაღაც სურვილი გაქვთ რომ რაღაც ემოცია გამოხატოთ დააკომენტარეთ, არ არის პრობლემა, ღია კომენტარები. გაუზიარეთ მეგობრებს, აჩვენეთ, უთხარით რომ კარგი არხია, უთხარით რომ რაღაც ტყუილები. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ იმ რაღაც ზარს თუ რაღაც რაც ქვია, მოკლედ რომ ახალი ვიდეო რო დაიდება, თქვენ პირდაპირ მოგივიდეთ შეტყობინება და მეტი არაფერი პრინციპში დაგემშვიდობებით, შვიდობიან დღეს, შვიდობიან საღამოს, ან შვიდობიან კი არა და ტკბილ ძილს გისურვებთ. კარგად.